საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ ახლა განვიხილავთ სულხან-საბა ურბელიანის ორ იგავარაკს. ერთი არის მეფე ხორასანისა და მეორე ზუნძი ვაჭარი. მისი წიგნიდან სიბრძნე სიცრუისა. მინდა გაგახსენოთ, რომ სიბრძნე სიცრუისა უბრალო კრებული არ არის იგავარაკებისა. იგავარაკებს ამბობენ ცალკეული პერსონაჟები, თანაც დროისა და ვითარების შესაბამისად. ისინი ამა თუ იმ იგავარაკს იმისთვის მოიხმობენ, რომ საკუთარი აზრი გარკვეული მაგალითებით უფრო კარგად ცხადყონ და დაადასტურონ. და ამ იგავარაკსაც, რომელსაც ქვია მეფე ხორასანისა, ამბობს მეფე ფინეზის ერთგული ვაზირი სედრაქი. და რატომ ამბობს ამ იგავარაკს? როგორც ვიცით, მეფეს არ ყავდა ვაჟი, ძალიან განიცდიდა ამას, იმიტომ რომ დიდებული ხელმწიფე იყო, არაფერი არ აკლდა, არც ძალაუფლება, არც სიმტკიცე, მის სამეფოში სიმშვიდე იყო, მაგრამ ერთი საწუხარი ჰქონდა, ძი არ ჰყავდა. და მან გადაწყვიტა, რომ უსაზღვროდ გაეცა ძალიან დიდი ქონება, რათა ხალხს ელოცა მისთვის. ხალხი შევედრებოდა უფალს, რომ მას ძე მისცემოდა. და როდესაც გასცა ქონება, მაშინ რუკამ უთხრა მეფეს. რუკაც იყო მეფის ერთგული ვაზირი, მაგრამ გამოირჩეოდა იმით, რომ გულფიცხელი იყო და ბოროტი. და სწორედ მან უთხრა მეფეს, რომელსა მეფეს გარდაუგია სალარო ესოდენიო, ესე იგი, ამდენი ქონება ვის გაუცია შენ რომ გაეციო? და მაშინ სედრაქმა თქვა არაკი, რათა მისთვის თვალნათლივ ეჩვენებინა, არსებობდა თუ არა კიდევ ქვეყნიერებაზე სხვა ვინმე, ვისაც ან მსგავსი ოდენობის ქონება გაეცა, ან მეტი და ან ნაკლები. როგორ მოგვითხრობს ახლა სულხან-საბა ამ იგავარაკს? საერთოდ სულხან-საბას პერსონაჟები გამოირჩევიან საოცარი თხრობის უნარით. ისინი ყველანი არიან მჭეორმეტყველნი. ისინი მოგვითხრობენ ძალიან შთამბეჭდავად და ასე ხდება აქ ამ იგავარაკშიც. სულხან-საბა წერს, რომ იყო ერთი მეფე ხორასანსა, დიდებული, კეთილგონიერი, უხვი და მოწყალე. ესე იგი, რამდენიმე ეპითეტი გამოიყენა იმისათვის, რომ ჩვენ ეს მეფე კარგად წარმოგვედგინა. დიდებული, კეთილგონიერი, უხვი და მოწყალე. სიუხვე და მოწყალება არის აუცილებელი თვისებები მეფისა, რათა მისი სამეფო იყოს დიდარი და მის სამეფოში ხალხი იყოს კმაყოფილი. მაგრამ ერთ დღეს განსაკუთრებით მოწყალედ მოიქცა, გახსნა სამი სალარო, ნიშნავს სალარო, სადაც ინახავდა განძს და მოიხმო თავისი სამეფოს ყოველი მხრიდან ხალხი, დიდი თუ პატარა. თანაც ასეთი ბრძანება გასცა, რომ 12 საათის განმავლობაში, რასაც შეიძლებდნენ, იმდენი წაეღოთ. და წარმოიდგინეთ, მიქონდათ და მიქონდათ, მაგრამ არ ილეოდა მისი სალარო. იმ დღეს მეფემ ძალიან დიდი ნადიმიც გადაიხადა და ეს გაცემა ამგვარათაც აღნიშნა. დაიბარა ვაზირები და მათ გაესაუბრა. ვაზირებს კითხა თუ გაეგონათ რაიმე მსგავსი მოწყალების შესახებ. მაგრამ ვაზირებმა დაიფიცეს, რომ თელ ხმელეთზე არ იქნება ალბათ რომელიმე სხვა მეფე ისეთი, რომ ასეთი რაოდენობის ქონება გაეცესო. მაგრამ ერთი უმცროსი ვაზირი განზე იდგა და იცინოდა. მეფეს გაუკვირდა მისი საქციელი და ჩაეკითხა სიცილის მიზეზს. ვაზირი ჭკვიანი იყო, წინდახედული და მას მაშინვე არ მიუხლია სიმართლე მეფისთვის, მიზეზი მაშინვე არ გაუმხელია. მან სთხოვა მეფეს, რომ მიეცა პირობა, რომ არ დასჯიდა. საერთოდ მეფეები გამოირჩევიან ამითაც, რომ ისინი ხშირად პირში მთქმელს სჯიან ხოლმე, რადგან ვერ იტანენ იმ წარეს სიმართლეს, რომელსაც რომელიმე გაბედული პირდაპირ ეტყვის. მაგალითად, გავიხსენოთ ვეფხის ტყაოსანი, არაბთა სამეფო, რომელსაც მართავდა მეფე როსტევანი. მან გაამეფა თავისი ქალიშვილი ჭკვიანი და მშვენიერი თინათინი, მაგრამ გამეფებისას გამართულ ნადიმზე მაინც მოიწყინა. და როდესაც ვაზირები ჩაეკითხნენ, რა იყო მისი მოწყენის მიზეზი, მან გაუმხილა, რომ
სამწუხაროდ მე სამეფოში არ ამყავს მემკვიდრე, რომელიც მე შემეფერება მემკვიდრედ, სწორედაც რომ კაცურ საქმეებში, ვაჟკაცობაში, ასპარეზობაში, ნადირობაში და ამას ისმენდა ავთანდილიც და ამ სიტყვებზე მას ჩაეცინა, რადგან მეფემ თქვა, რომ აი ერთი ავთანდილი ჩემი გაზრდილი ცოტათი თუ შეიძლება შემედაროსო. მაშინ როსტევანმა ჰკითხა მიზეზი ავთანდილ სიცილისა და ავთანდილმაც მაშინ უთხრა, რომ მომეცი ფირმანი მიბოძე, რომ არ დამსჯიო. ფირმანი იყო პირობა, რომ არ დასჭირდა და მართლაც ავთანდილმა გაუმხილა მეფეს, რომ თუ გინდა რომ გაიგო მართალი ამის საუბაზე, მაშინ შევეჯიბროთ და ასპარეზობა გამოგცდის ორივეს, ნადირობა გამოგცდის თუ შეგედრები თუ არა შენო და მართლაც როგორც ვიცით გაიმართა ეს ნადირობა და ავთანდილმა აჯობა, რამაც მეფე ძალიან გაახარა. აქაც აი ამ ვაზირმა გამოსთხოვა მეფეს პირობა, რომ არ დასჭიდა და მხოლოდ მაშინ უთხრა სიმართლე, რომ ჩინეთის ქვეყანაში ერთი ურია ცხოვრობს მალქოზი და მას ყავს მოყმე რაინდი, რომელიც გამოირჩევა საოცარი სიუხვითო. არც მანამდე და არც მის შემდეგ მსგავსი სიუხვის შესახებ მთელ ქვეყნიერებაზე არავინ არაფერი უწყისო. ეს რო გაიგონა მეფემ მაინც ეწყინა, წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ პირობა მისცა ამ ვაზირს, რომ არაფერს დაუშავებდა, სიკვდილით ვეღარ დასაჯა, მაგრამ საპყრობილეში ჩააგდო. თვითონ კი გადაწყვიტა, რომ მოეძებნა ის კაცი, რომელიც მასზე გარდამეტებული იყო სიუხვით. განიძარცვა სამეფო სამოსელი და გაუდგა გზას. როგორც ვიცით, მეფეები ხანდახან ამ გზასაც მიმართავდნენ ხოლმე, იმისათვის, რომ გაეგოთ მათ სამეფოში რა ხდებოდა. ესე იგი სამეფო სამოსელს განიძარცვავდნენ, უბრალო გლახაკის სამოსელს იცვამდნენ და გადიოდნენ ხალხში. ზოგი რამიზეზით, ზოგი რამიზედით. წეღან გითხარით, რომ ზოგი იმიტომ გადიოდა, რომ გაეგოთქო რა ხდებოდა მის სამეფოში პირდაპირ ხალხისაგან უშუალოდ. ზოგი კი იმისთვის, რომ გული გადაეყოლებინა და სამეფო ცხოვრების წესისათვის თავი დაეღწია. მოკლედ ეს კაციც, ეს ჩვენი მეფე გაემართა იმ კაცის სანახავად. და ესე იგი დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩააღწია ჩინეთში, სადაც ეს კაცი ცხოვრობდა, მაგრამ იქ გაიგო ერთი რამ, რომ ამ მოყმეს ქონია წესად ასეთი რამ, რომ თუ კი ვინმეს დაინახავდა უცხოს თავისი საჰკარის ირგვლივ გარშემო გავლილს, ახლომახლო გავლილს, აუცილებლად შინ მიიყვანდა, დაბანდა, აჭმევდა, ასმევდა და შემდეგ უამრავ საბოძვარს მისცემდა და ასე გაისტუმრებდა. და ჩვენი მეფეც გლახაკივით ჩაცმული მიუახლოვდა მის სახლს და რა თქმა უნდა შეიყვანა მან თავის სახლში, როგორც სხვებს ისევე მოექცა მასაც და როდესაც ემსახურებოდა, რა თქმა უნდა მისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს არ იყო უბრალო გლახაკი და რომ იყო ის მეფე, ამიტომ ბოდიშიც კი მოუხადა, რომ სათანადო პატივი ვერ გეცითო და გამოვკითხა, რა თქმა უნდა, ყოველივე და მეფემაც მოუთხრა ყოველივე. გადაწყვიტა ამ მოყმემ, რომ როგორც მეფეს მართლაც ისე გამასპინძლებოდა და საოცარი სიუხვე აჩვენა. ერთ დღეს შეიყვანა ერთ სახლში, რომ მისი მსგავსი მეფეს არ ენახა. წარმოიდგინეთ, თვითონ მეფე იყო, უამრავი განძის მქონე, უამრავი სიმდიდრის მფლობელი, მაგრამ ისიც კი მასაც კი გაუკვირდა, რადგან ყველაფერი იყო ძალიან ძვირფასი ხალიჩები იყო, გადაფარებული აბრეშუმის ფარდაგები იყო, ანუ ფარდაგი ყოველივე სტავრა იყო, ესე იგი ყოველივე ძვირფასი იყო. გადაიხადა მოყმემ ძალიან დიდი ნადიმი და ამ ნადიმზე ეწყო ჭურჭელი, ესეც საოცარი სიმდიდრის გამომხატველი, რადგან ძვირფასი თვლებით იყო ყოველივე მოჭედილი. აი 9 დღის განმავლობაში ყოველ დღე ასე ნადიმობდნენ და ასე შეექცეოდნენ და მოყმე ცდილობდა, რომ არაფერი არ დაეკლო მეფისათვის. მე-9 დღეს კიდევ უფრო გასაოცარ სახლში მიიყვანა, კაცი ვერც კი დაიჯერებდა, რომ ადამიანის ხელით იყო შექმნილი ყოველივე. და შემდეგ გამომშვიდობებისას გადაწყვიტა ამ მოყმემ, რომ საჩუქრები ეძღვნა მეფისათვის.
და ყველაფერი შენი იყოსო შესთავაზა, მაგრამ მეფემ არაფერი არ წამოიღო ამ განძისგან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ალმასის თასი, ერთი იაგუნდის საწდე არის ღვინის ჩამოსასხმელი ჭურჭელი და კიდევ წამოიყვანა 3 ქალი. ეს 3 ქალი არაჩვეულებრივად მღეროდა, გამოირჩეოდა სამივე უჩვეულო სილამაზით და მხოლოდ აი ეს 3 ქალი წამოიყვანა და როგორც აღნიშნე ის ორიოდე რამ წამოიღო. ის ურია, რომლის მოყმეც იყო ეს ჩვენი რაინდი, რომელმაც ამდენ ასე დაასაჩუქრა, მეფე იყო თურმე გულთმისანი და როდესაც გაიგო ამ რაინდის საქციელი ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა რომ სიკვდილით დაესაჯა და რამდენიმე კაცს გაატანა მოსაკლავად. და მართლაც წაიყვანეს ეს მოსაკლავად, მაგრამ აქ მოყმემ გამოიჩინა ძალიან დიდი გონიერება, მან წინასწარ ტანსაცმელში ძვირფასი თვლები ჩაიდო და აი ამ თვლებით შეძლო თავისი სიცოცხლის გამოსყიდვა. თუმცა ამ დამსჯელებს დიდი შიში ჰქონდათ ამ ურიასი, რადგან ის გულთმისანი იყო და ხმელეთზე ყველაფერს დაინახავდა. ვერსად ვერ გადამალავდნენ ამ კაცს, ამიტომ ის აკლდამაში ჩასვეს. აკლდამა არის ესე იგი მიცვალებულების განსასვენებელი, სადაც მიცვალებულებს ასვენებდნენ ხოლმე. და იმ ქვეყანაში გაჩნდნენ საოცარი ქურდები, სწორედ იმ ხანაში, როცა ეს ამბავი მოხდა, მათ არ დატოვესო გადაუთხრელი არც მიწის ზემოთ, არც მიწის ქვემოთ და როცა მოიწადინეს ამ აკლდამის გაძარცვა, შემთხვევით მიადგნენ. ესე იგი, აი ამ კაცსაც ეს კაციც ნახეს და რა თქმა უნდა გაუშვეს და გაათავისუფლეს. ამას ყველაფერს ძალიან ექსპრესიულად მოგვითხრობს სულხან საბა, ისე რომ მკითხველს მოლოდინის გრძნობა არ უფერფრთალდება და გამოდმებით სულ მოლოდინშია და სულ შინაგანად აქვს იმისი განცდა, რომ ახლა რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება წარიმართოს ამ მოყმის ბედი, რომელმაც ამდენი სიკეთე გააკეთა. განა შეიძლება რომ ღმერთმა მას სიკეთე ასე დაუკარგოს და მისი სიცოცხლე ასე წარიმართოს და არავინ გამოუჩნდეს მას შემწედა მანუგეშებელი და მართლაც მკითხველის მოლოდინი მართლდება. ამ კაცმა მოულო ძალიან ბევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე და ხიფათიანი გზები გაიარა და ბოლოს ჩამოვიდა აი მეფესთან, რომლის ამბითაც დავიწყეთ თხრობა და რომლის ამბითაც დაიწყო ეს იგავარაკი. და სრულად შემთხვევით, როდესაც გაიარა იმათ სიახლოვეს, სადაც ნადიმობდა მეფე თავის მხლებლებთან ერთად და შემოესმა იმ 3 ქალის სიმღერა. ერთ-ერთმა ქალმა იცნო თავისი ყოფილი პატრონი და მეფეს ყოველივე მოახსენა. მაშინ მეფემ რა თქმა უნდა ეს კაცი მიიყვანა თავის სახლში, განუსვენა, არაფერი არ დააკლო და შემდეგ უთხრა რომ მე მინდოდა საერთოდ შენთვის გადამეხადა სამაგიერო და ღმერთმა მომცა აი უფლება, ღმერთმა მომცა საშუალება რომ შენთვის ამგვარად გადამეხადა ნაცვალიო. და აი ესე მთავრდება ეს იგავარაკი და სედრაკს ამ იგავარაკით იმისი თქმა უნდოდა და იმისი წარმოჩენა რომ ვერც ასეც გასაცემს იქს კაცი რომ სხვას არ ექმნას და არც კარგ საქმეს ღმერთი დაუკარგავსო. რა თქმა უნდა, ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს გაცემას, მაგრამ არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ყველაზე მეტი გასცა და არ უნდა შეიპყროს ის ამ პარტავნებამ. თანაც ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად სიკეთე სიკეთით გადაიხდება. ამის შესახებ კიდევ ბევრი იგავარაკი არის სიბრძნეს სიცრუისაში. მეორე იგავარაკი ეს არის ძუნწი ვაჭარი. სათაურშივე გამოკვეთილია ამ ვაჭრის სიძუნწე და ახლა ვნახოთ ის თვალნათლივ როგორ წარმოჩდება იგავარაკში. იყო ერთი დიდ ვაჭარიო, სულხან საბა მოგვითხრობს. დიდ ვაჭარი გულისხმობს იმას, რომ მას პატარა საქმეები კი არ ჰქონდა, არამედ დიდი საქმეები, ბევრს ვაჭრობდა და დიდი ქონება ჰქონდა დაგროვილი. მაგრამ სამწუხაროდ ეს კაცი თავის ქონებასა და თავის განძს არ იყენებდა. სიბერემდეო არც სვა, არც ჭამა, არც შეიმოსა და აი ასე გაატარა დრო და ცოლშვილიც აი ასე ამყოფა ამ სიღარიბეში. საზღვარი არ ქონდა ერთი სიტყვით მის სიხარბეს, რომ დაეგროვებინა ქონება და არაფერი არ მოეკლო. და როდესაც დაბერდა, გადაწყვიტა მან, რომ ახლა დაუჯდები და ამ ჩემს ქონებას მოვიხმარ და ხარჯვას დაუწყებო. მივიდა ერთ სალაროსთან, სადაც ინახავდა ამ განძს და დაკეტილი ვერ გააღო. შემდეგ მეორესთან მივიდა, მესამესთან და ვერც ერთი ვერ გააღო.
და დაიწყო გაბრაზებულმა გინება. რა თქმა უნდა, როდესაც კაცს აქვს რაიმე ნაკლოვანება, ის ნაკლოვანება თითქოს ჯაჭვური რეაქციის იწვევს სხვა ნაკლოვანებასაც. აი, სიხარბემ გამოიწვია, რა თქმა უნდა, მისი მრისხანება, მისი დაუფიქრებლობა და მისი შფოთვარებაც, ასე ვთქვათ, რომ ის ფიცხია და ძალიან იოლად აპილპილდება და აალდება ხოლმე. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ამ წუთში კი მიზეზი ჰქონდა მას ამ გაბრაზებისა და როდესაც დაიწყო გინება, იმ სალაროდან უცებ უცნაური ხმა შემოესმა, რომელმაც უთხრა, რომ ვინახარ და რა გესაქმება აქო, როდესაც აუხსნა მან, რომ ჩემია აი ეს სალარო და მე დახარჯვა მწადიანო, იქედან ასეთი პასუხი შემოესმა. შენი იყო დღემდე, მაგრამ რადგან არ მოიხმარე, ეს უკვე შენი აღარ არისო. ეს ყოველივე არის ხურო ნაზარისაო. რა თქმა უნდა, ეს ხმა იყო არა მიწიერი ხმა, არამედ სადღაც შორიდან და რა თქმა უნდა, ეს იყო ღვთის ხმა და ღვთის გადაწყვეტილება, რომ ადამიანი რადგან არ ხმარობდა თავის განს, ის სხვისთვის მიეცა, რომელიც მას რიგიანად მოიხმარდა, აზრიანად და გონივრულად. კაცმა ძალიან ეწყინა ეს და მან გადაწყვიტა, რომ არც თვითონ მოეხმარა და არც იმ ვიღაც ხურო ნაზარს. ამიტომ თქვა, რომ ისეთ საქმეს ვიქმ ჩემთვის და მისთვის სწორად დავკარგო. აქაც რა თქმა უნდა მისი მანკიერი თვისება ჩანს. ის კი არ თქვა, რომ მე ხომ ვერ მოიხმარე, მაგრამ იქნება ვიღაცა გონიერმა კეთილად მოიხმაროსო. მოკლედ აიღო ვალიო, იყიდა ხის მორები, შიგნიდან გამოახრეტინა, გაავსო თავისი ძვირფასი თვლებით ეს მორები და გაატანა წყალს. ოღონდაც თვითონაც თვალი მიადევნა, აინტერესებდა სად მივიდოდა. მართლაც ეს მორები პირდაპირ მივიდა ხურო ნაზართან. ხურო არის ხელოსანი, როგორც ვიცით. და ამ როდესაც დაინახა ხურომ, რომ მოდი ძელები მოქონდა მდინარეს, ღარიბი კაცი იყო, ღარიბი ოჯახი ჰქონდა და გადაწყვიტა, რომ გამოეყენებინა ეს მორები თავისთვის, თავისი საქმისათვის. და როდესაც ეს მორები შეზიდა თავის ეზოში, ამ დროს თავზე დაადგა ეს ჩვენი დიდვაჭარი და უთხრა, რომ ეს უბრალო მორები არ არის, მასში არის ძალიან ბევრი ქონება და თვალმარგალიტი. ეს მე მეკუთვნოდა, მაგრამ ღმერთმა ახლა შენ მოგცაო. ის კაცი ხურო ნასარი იყო პატიოსანი, კეთილი და მას არ უნდოდა სხვისი ქონება და გადაწყვიტა ყოველივე უკან დაებრუნებინა. მაგრამ დიდვაჭარმა იცოდა, რომ ღვთისნებას ვერ გადავიდოდა და იუარა. მაშინ ხურომ ასეთი რამ მოიფიქრა. ცოლს გამოაწყობინა 3 დიდი პური, შიგ ჩააწყობინა ეს თვალმარგალიტები და გაატანა კაცს. გზაში, როდესაც მიდიოდა ეს კაცი, უცებ დაინახა ერთი არაბი. ცოლი ახალი ნამშობიარები ყავდა და იმ საწყალ პატარას ჩვილს გადასაფარებელიც კი არ ჰქონდა. კაცმა გადაწყვიტა, რომ სიკეთე გამოეჩინა და ამ არაბს უთხრა, რომ აი 3 პური შენ წადი იმ ხურო ნაზართან, მიუტანე და სანაცვლოდ მოგცემს ქვეშაგებს, რომ ამ ბავშვს უპატრონოთ და მოუაროთო და აი ესე დაუბრუნდა ის პურები თავისი თვალმარგალიტით იმ ხურო ნაზარს. ესე იგი, რა უნდოდა სულხან-საბას ამიგავარაკით ეთქვა, რომ ადამიანმა უნდა ქონება მოიხმაროს, თუ იმ ქონებას არ მოიხმარს, შეიძლება ღმერთმა წაართვას მას და მისცეს ისეთ ადამიანს, რომელსაც შეიძლება მისი სწორად განგება. თანაც ამიგავარაკს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პერსონაჟი ამბობს, ეს არის სედრაქი, ვაზირი, რომელმაც ეს იმიტომ ამ იგავარაკს იმიტომ მოხვა იგი, რომ დაემტკიცებინა, რომ ღვთისნებას ვერავინ ვერ გადაუვა და ყველა უნდა მიყვეს და დამორჩილდეს მის ნებას. აი ასეთი იყო ამიგავარაკების ანალიზი, ასე წარმოვაჩინეთ, დანარჩენზე ალბათ თქვენი ფიქრებთ და სხვა იგავარაკებსაც წაიკითხავთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.